ოღონდ ჩამოგდანდი? არა, უკვე 3 დღე. აი ვიცი ბულგარიის საუბარი იყო აქტივია ესე რა. ეხლა იქაც ხანერი განწყობა აქვს. შეიძლება რესპუბლიკელი როა იმიტომ, მაგრამ მან ერთი მთავარი დააფიქსირა, რაც გააკეთა ეს სებაო, არ იყო ესე ამოვარდნილი იყო ლოგიკიდან და ეს მარტივად და მოკლედ ვიზახე. ეს უნდა შეიცვალოსო და შეკითხვაზე რომ ეგება ერთად გადაგვეწყვეტა და ერთად მოგვე ევროპული უსაფრთხოებაა, არა, ჯერ უნდა გაიგოს ბევრი რამე. და ფაქტურად იქ იყო საუბარი აი ამ ობამასა და მედვედევის იმაზე რა თქმა უნდა შეხვედრაზე და ძიმე საუბარი არის ბატონ მედვედევს ბატონი ობამასთან და როგორც ჩანს არც ისე არის საქმე კი ეხლა შიგნით აქ უფრო მცებდანებს დასავლეთში აღარ ყავს მხარდამჭერიო არის კონცესა რა უნდა გვარებს განე არა აქ დასავლეთში მხარდამჭერები თუ ყავს მიშას არა ესეც არ მithქვა მე მომიგონია არა მე გავიმეორებ მე ვთქვი რომ ამერიკაში ხელისუფლების მიმართ ნდობა არის ძალიან დაქვეითებული. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მიმართ მხარდაჭერა არ იქნება და პირიქით, მე შევხვდი მაგალითად ბრეჟინსკის, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და მასთან იყო დიდი. მასთან იყო ამ თემაზე ლაპარაკი, ესე იგი საქართველოს უსაფრთხოებას რანაირად მივხედოთ ამ პირობებშიო რომელიც მეტნაკლებად შედეგი მაინც არის იმისის, რომ ამერიკა დუმდა ეს 3 დღე ომის პერიოდში, ყველაზე მწვავე პერიოდში, რომ ნატოს საბჭომ არ მიიღო არავითარი ზომები იმ მომენტში, შეგვეძლო რომ მაპზე ყველამ ერთად უარი გვითხრეს და იქ აზრთა სხვაობა მაინდა-მაინც არ ყოფილა ამერიკელების და ევროპელის შორის. ჩვენი უსაფრთხოების მიმართ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ესე იგი, რამდენად ამერიკის ინტერესებში დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა ისევე დგას, როგორც იდგა ადრე. და ამაზე არის შეგნება იმათი მხრიდან და ბრეჟინსკი არის ერთ-ერთი ალბათ მთავარი მრჩეველი ამ საკითხებში, რაც ეხება რუსეთს, გეოპოლიტიკას, ევროპის გეოპოლიტიკას და ამდენად საქართველოს საკითხებში. შეგრძნება არის რომ რაღაცა უნდა გაკეთდეს და მე მგონი რომ ძალიან სწორი ორიენტაცია არის რომ ეს ჩვენს უსაფრთხოების მიმართ არ იყოს შენელებული მათი ზრუნვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ იცვლება სხვა ფორმები პოლიტიკის ჩვენს მიმართ და ეს არ ნიშნავს რომ აღარ ცვლიან რომ მაინდა-მაინც ეს ხელისუფლება არის სანდო ხელისუფლება ამ ძალიან რთულ ვითარებაში, იმიტომ ეს არ არის მარტივი, რანაირად უნდა აღადგინო ის ასე ვთქვათ ჭყალებში წითელი ხაზი რომელიც გადიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის თავზე ეს უნდა აღადგინონ რაღაცა ფორმით და ეს მე შემიძლია ვთქვა ახლავე რომ ეს არ იქნება სამხედრო ბაზებით და ეს სამხედრო ბაზების თემა არის ძალიან საშიში თემა ეს არის პროვოკაციული თემა რუსეთის მიმართ იმ დროს როცა არავის ეს არ ჭირდება და ეს არანაირად არ არის ამერიკის გეგმაში და არც არავისგან ნებადართული რომ ჩვენ ეს თემა დღეს ავწიოთ, როცა კიდევ ერთი თვე დარჩა, სანამ ახალი ადმინისტრაცია შემოვა ძალაში და სანამ თვითონ დაიწყებს რუსეთთან რაღაც საკითხების გარკვევა. ამ გარკვევის სურვილი არსებობს, მე რომ ვამბობდი, დიდი მოლაპარაკებები ეს არის ერთ-ერთი ნაწილი და მე რა არ ვიცი რატომ ამ ქვეყანაში ყოველთვის ასეთი განწყობა არის, რომ მოლაპარაკებები ნიშნავს დასმობას. შეიძლება რაღაცა ძველი შუება და ტრადიციები. მოლაპარაკებები არასდროს არ ნიშნავს ამ ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებისთვის, რომელიც იცავენ თავიანთ ინტერესებს და მართალი არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს ნაკლებად ყოლია ასეთი ხელისუფლები, რომელიც იცავენ ქვეყნის ინტერესებს. საერთოდ ნიშნავს, რომ შეიცავ ამ ინტერესებს ამ მოლაპარაკებებში, იმიტომ თითქმის ამ დღევანდელ მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ იცავს თავისი ინტერესებს ომით, იცავს მოლაპარაკებებით. მაგრამ იმ მოლაპარაკებებში უნდა იცოდე რაც იცავ, რა არის შენი პრიორიტეტი და შენს მიმართ უნდა იყოს ნდობა, იმიტომ შენ როცა იტყვი არა, უნდა იცოდნენ რომ ამ არაზე ვეღარ გამოგაცვლებინებენ აზრს, ვერც ზეწოლა, ვერც მოსყიდვა, ვერც მუქარა და ვერც ვერაფერი. და ამიტომ ვამბობ რომ ეს მოლაპარაკებები რო დაიწყება ნათელი არის ობამა შეხვდება მაშინათვე მედვედევსაც და
ევროკავშირის ახალ თავმჯდომარეს ჩეხეთს და შემდეგ სხვა მთავარ მის პარტნიორებს, იმიტომ ეს არის აუცილებელი პირველი ნაბიჯები. ეს არნიშნავს, რომ ამით თავდება. გაიცნობა ეს საკითხები და ალბათ რამდენიმე ჩვენზე გაგრძელდება ეს საკითხი. ჩვენ მანამდეც არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი და ჩვენ კარგავთ ახლა ყველაფერს, ჩვენ ნეობას, ჩვენ ტერიტორიას, ჩვენ სახელმწიფოებრობას, როცა რუსეთი კიდევ ერთხელ ვამბობ, შემოდის და გადის, იმიტომ რომ ჩვენ პროვოკაციებით თამაშობთ და ვაგრძელებთ ამ ლანძღვაჯინებას და დღეს სამხედრო ბაზები ამის საფუძველზე რუსეთი სადღაც კიდე რომ შემოიჭრას და ეჩვევა მსოფლიო ამითი რომ საქართველოში თურმე რუსეთი მიდი მოდის და მე კი არ ვამბობ რომ ჩვენ სამხედრო იმითი უნდა ვუპასუხოთ, იმიტომ ამისი ძალა არ გაგვაჩნია, საშუალება არ გაგვაჩნია, ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ესე იგი ევროპელებთან დღეს და ხვალიდან როგორც კი მოვა ახალი ადმინისტრაცია ამერიკელებთან ერთად ის ფორმა რომელიც დაწყნარებულ ვითარებაში მიგვიყვანს რაღაცა სტაბილიზაციამდე და ჩვენი ინტერესების დაცვამდე, რომელიც იწყება ჩვენი ტერიტორიით, ჩვენი სუვერენობით და ჩვენი დამოუკიდებლობით. ამისი გამკეთებელი ეს ხელისუფლება არ არის. და ეს ხელისუფლება მიიყვანს ამ ქვეყანას დაღუპვამდე. ჩვენ ამ დროზე გავაჩერებთ. ეგება გამოსწორდეს სალომე, რაღაცა ხევები და ზღები იწובה ცოტა დაჭკვიანდა. ჩვენ თვითონ არ გჯერათ, ასე რომ ჩვენ ამაზე კითხვის ფორმულს. ხალხალოდ მაყურებელი შემოწმების დროს აღარ აქვს. ბევრი დრო არ დაგჭენია. ისეთ ბატონო ეთერში ხარ, დიახ. ისმენთ. ბატონო ეთერში ხარ. Hallo. ეთერში ხარ. გვესმის, კი, გვესმის. საბატონო ეთერში ხარ. ბატონო სალომეს ბატონო დავით. დიახ, მოგესალმებით. ისი ძალიან დიდი გასხოვარი გვაქვს თქვენთან თუ დაგვეხმარებით. ჩვენ მოგმართავთ ქიზიხის ქუჩა ნომერი 3-დან. 56 ოჯახის სახელით გთხოვთ. მეოთხე დღეა სინათლე არა გვაქვს, გაგვიჩათ ელასლა. რატო გაგიჩიშათ? არ ვიცი, გაგვიჭრეს და ითხოვს, უბრალოდ რა ელასმა კი არ გაგვიჩათ. ჩვენი კორპუსი სადაც ჩვენ ცხოვრობთ, იყო სასახრო პოლიციის ბალანსზე. შეჯერობით ვინა ისევ ეს სად არის ეს ქიზიყის ქუჩა, ქალბატონ? სამგორის რაიონში მიმართეს ქალბატონ რუსუდან გერმანიკის, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის. ქალბატონო, ერთი წამით, ქალბატონ სალომეს ასე წელმანებზე რომ მოასწრებ, მოკლედ გეტყვით, თელაში მიდი, ეტაპს რა დავალიანება იქეთქობა დიდი. დაუდრეს პირობა გამტივ-ადებაზე, ესე აკეთებს ძალიან ბევრი და ბევრი ესეთი შენობები, აი სადაც შესრულები ხარ და ძველი ვალი რომ მოყვება იმ შენობას, დაწერეთ პირობა რომ გამტივ-ადებით რაღაცა დოზით დაიწყება გადახდა და დღეს მით უმეტეს ლიური ანგარიში წარდგა თელასი და ძალიან კარგი მაჩვენებლები ქონია და კარგებით მოეკიდებიან იმას ვიტყვებს. მიბრძანეთ იქ ძალიან კარგი ხელმძღვანელი ყავს ამ სოციალურად დათო არის ქართველი შვილი, პატრიოტი კაცი არის, წესიერი კაცი არის, კარგებით მოეკიდება. დეპუტაცია შეადგინეს ამ 46 ოჯახმა და მიდის. ანტივადებაზეა საქმე აქ. არის ახლა ქალბატონო, მინდოდა დავუბრუნებოდი იმ თემას, რაც ვეცილობ სკანდალურად აგორდა გასულ კვირას. აი ამ ბოკერიას ვიზიტთან დაკავშირებით საკვების გუნდთან რაღაცა საიდუმლო სფერობებს და იმედი გავიცვლეთ, სხვანაირები ყოფილხართ, ახლა თქვენი ესე ვთქვა დირექტორის მოშორება არა, მაგრამ რაღაცა და რაღაცა თუ ხართ საქმის კურსში, ალეშტაიბეთ და მთელი წევრი ამასთან დაკავშირებით. არის აი თქვენს მიანიშნეთ, რომ მას იმედგაცრუება და